თავი ჩართულია დაიწყო გადაცემა, რომელსაც ასე ელოდებით გულშემატკივრები, მეგობრები საღამოში და ვისა. მოგესალმებით, თქვენთან ისევ ვიკა და მარიამი ვართ და ჩვენ სულ მალე შემოგვიერთდებიან ჩვენი თანაგუნდელები ჩვენი გადაცემიდან. პირველ რიგში კი მადლობა გვინდა გადაუხადოთ ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ასე გველოდებით და ჩვენს ხმას. მარიამ, მინდა მაყურებელს უთხრა, რომ ჩვენმა თანაწამყვანებმა ეს დრო გამოიყენეს იმისთვის, რომ თქვენთვის მოეგროვებინათ ძალიან მრავალფეროვანი საინტერესო და შემეცნებითი ამბები. ტრადიციულად შეგახსენებთ ჩვენი Facebook გვერდის მისამართს, სადაც ჩვენს გადაცემებთან ერთად შეგიძლიათ სხვა საინტერესო ინფორმაციების მოძიებაც, რომელსაც თქვენ უკვე კადრში ხედავთ. და შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემა მეორდება ტელეკომპანია გურჯაანის დილის ეთერში. ასევე რთული არ არის, თუ სხვადასხვა გადაცემების ყურება მოგინდებათ, My Videos-ზე, ასევე YouTube-ის საშუალებით და შეგიძლიათ, რომ ჩვენი Facebook-ის გვერდით ისარგებლოთ. ახლა კი მოდი ერთად გავიცნოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ის კი თავის ბავშვობაში გამოგზაურებს და ახლა კი მარიამისგან გავიგოთ, თუ რატომ მოიწვია ის სტუმარში. ეს არის ვიზიტი, მე მარიამი ვარ, გამარჯობა. წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს, გამგეობის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მთავარ სპეციალისტს იზეთ ერგიაშვილს. მოგესალმებით. გამარჯობა საყვარელო. გმადლობთ, რომ ჩემთან ერთად. პირიქით მე მადლობა, რომ მომიწვიეთ თქვენ გადაცემაში. როგორც ვიცი, ბავშვებთან ურთიერთობა ყველას არ გამოსდის. თქვენ გიყვართ ბავშვები? ძალიან. ბავშვებიც მიყვარს, დიდებიც მიყვარს, ჩემი ასაკისებიც მიყვარს და ყველა ასაკის ადამიანთან ძალიან კარგად ვახერხებ ურთიერთობას. თავარია ამ ადამიანში დავინახო წიგნიერება და ასაკს უკვე მნიშვნელობა არ აქვს და ეხლა მე გეტყვი როგორ გამომდის ურთიერთობა პატარებთან, ხო? დაკვირვებული ვარ, როდესაც აი პატარასთან მაქვს ურთიერთობა, დაუშვათ პატარა ტირის. ჩემი საუბრიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ ის ავტომატურად წყვეტს ტირილს. დაუშვათ არ უჯერებს მშობელს და პირს არ აღებს და არ აჭავს. აი მე რო რაღაცას ვეუბნები, შემომცქერის ესე გაშტერებული თვალები და მექანიკურად ხსნის პირს და საჭვლის პრობლემაც მოხსნილია. როგორ ფიქრობთ, უფრო რა თემაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ჩვენს გადაცემაში? ეხლა მე გულწრფელად გეტყვი, სანამ აქ მოვიდოდი, მე გადავხედე თქვენს გადაცემებს, გადავხედე შეკითხვებს. ნახე რამოდენიმე გადაცემის ჩანაწერი და ეხლა ვიცი ამ გადაცემას ისეთი ხელმძღვანელი ჰყავს, რომ ჩემგან კორექტივების შეტანა ცოტა უხერხულია. არის პროფესიონალი თავის საქმისა და გადაცემაც ძალიან ისეთი დახვეწილია და შეკითხვებით სურვილით, რასაც მე ვისურვებდი, ეს იყო, რომ ცოტა ფართო სპექტრი შეკითხვებისა, დაუშვათ თუ არის 10 შეკითხვა, შეიძლება 3-4 შეკითხვა, მაგალითად კიდე დავამატოთ. და რესპონდენტების აი კვალიფიკაციის, აი მათი განათლების, პროფესიის უпростоრად ამის თქმა მინდოდა, შესაბამისად იყოს კიდე კითხვები შერჩეული და აგებული. რითი განსხვავდებით თქვენი თაობისგან და აქვე გითხარით, როგორი ბავშვი იყავით? საკუთარ თავზე ცოტა ძნელია ლაპარაკებით, უმეტეს გავიხსენო ბავშვობა, მაგრამ ბავშვობა ხო ყველაზე ბედნიერი ხანაა და ის არასოდეს დავიწყებას არ ეძლევა. ვიყავი ჩვეულებრივი ბავშვი, არაფრით გამორჩეული, არ ვიყავი ძალიან ცელქი და არ ვიყავი ძალიან ესეთი მობუზული და რაღაც კომპლექსებიანი ბავშვი. პრობლემებს არ ვქმნიდი, ვსწავლობდი კარგად ხუთებზე, სკოლა ასე დავამთავრე, 1-4 გამომყვა. თამაში მიყვარდა ძალიან, აი რაც დამამახსოვრდა. აი თამაშის დროს ვერ ვგრძნობდი, რომ მაგალითად ვითამაშე 1 საათი, 2 საათი, 3 საათი და უნდა გავჩერდი. არა, ისე დაღამდებოდა, არც ჭამა გამახსენდებოდა, არც სახლი გამახსენდებოდა. აი მიყვარდა თამაში და გართობა. ალბათ ძალიან ხალისიანიც იყავით ამასთან ერთად. კი, ხალისიანი და აი ის სიხალისე და ის ბავშვობის დროინდელი ყველაფერი ხო გამომყვა ეხლაც. აი მიუხედავად რომ ეხლა ასაკი მომემატა და ყველაფერი, გულს ისევ ყველაფერი ეხალისება. რომელი თამაში გიყვარდათ ყველაზე მეტად? ორი თოჯინა მყავდა.
ერთ ლია ერქვა, მეორე სახეს ვეღარ ვიხსენე. და მიყვარდა ძალიან ამ თოჯინებით თამაში. დავაძინებდი, რაღაც საჭმელებს მოუმზადებდი. ვთამაშობდი ასე, ეხლა რას ძახიან არ ვიცი, მაგრამ ჩვენ დროს იყო სალაობა. და იმდენად მიყვარდა ეს თამაში, რომ დილით სკოლაში გავრბოდი ძალიან ადრე, რომ იქ კარგი ადგილი დამეკავებინა, დამეხაზა ის, სადაც უნდა გვეთამაშა და ყველასთვის დამესწრო, რომ მე პირველი ვიქნებოდი ამ თამაში. თამაშობდი ხოლმე სიამოვნებით ასევე დათვი თავის ბუნაგში, ასე ერქვა, მეორნაირად კრუგოი ლავტიო თუ რაღაცას ეძახდნენ, ასე შუაში ვდგებოდით და აქეთ იქიდან ბურთს გვესროდნენ და უნდა აგოცილებინა და ან დაგოჭირა და ქულა გვეთვლებოდა და ამასაც სიამოვნებით თამაშობდი. რაც შეეხება ჩემ ცხოვრებას, მე ვცხოვრობ ძალიან მხიარულად, რაც ძალიან მახარებს. თავისუფალ დროს ხშირად ვერთობ მეგობრებთან ერთად, რადგან მათთან გატარებული თითოეული წამი არის ჩემთვის ძალიან სასიამოვნო. მთავარი საზრუნავი ყველა ბავშვისთვის არის, რა თქმა უნდა, სწავლა. მხოლოდ ეს ერთი რამ. გეთახმები, ჩემო კარგო. ძალიან კარგია რომ მეგობრებთან ერთობი. მე უკვე აღარა მაქვს იმდენი დრო რომ მეგობრებთან გავერთო, თუმცა შესაძლებლობის ფარგლებში როგორც მიხერხდება, რა თქმა უნდა, მეგობრების წრეში ყოფნას ვისთანაც გიხარია ურთიერთობა და სუფრასთან ჯდომა იქნება თუ ისე გართობა იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და ამ მომენტს მეც რა თქმა უნდა ხელიდან არ უშვებ. მაგრამ მე თავისუფალი დროის დეფიციტი მაქვს. და იმ თავისუფალ დროსაც ვცდილობ, აი, რა ვიცი, უბანში გასვლაც არ მიყვარს, მეზობლებში სიარულიც. მინდა ჩემს ოჯახში ყოფნა. აი, ჩემთვის ჩემი სახლი, ჩემი ციხე-სიმაგრეა. ყველაზე კომფორტულად თავს, ყველაზე მშვიდად, ყველაზე დაცულად ვგრძნობ სახლში და სულ მინდა რომ ვიყო სახლში. როგორი მოსწავლე იყავით და თუ აბრაზებდით მასწავლებლებს? არა. კარგი მოსწავლე ვიყავი. პირველი კლასიდან 10 კლასის ჩათვლით მე ვიყავი, ასე ვთქვათ, ნომერ პირველი. თავს ვიქებ, ვიცი, მაგრამ ვისაც ვახსოვარ, ჩემი პედაგოგები თუ ცოცხლები არიან, ზოგი ალბათ არის ცოცხალი ჩემი მეგობრები, ჩემი კლასელები, ჩემი მეზობლები, ყველა ალბათ დამეთანხმება ამაში. იცი რა არის? აი, ჰოროსკოპით ვარ ვერძი. ხანდახან მგონია რომ ეს ჰოროსკოპი საკუთრად, აი, ჩემთვის არის შედგენილი. იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა პუნქტში მე მერგება ეს ვერძის ჰოროსკოპი და ვერძებს აქვთ ესეთი ლიდერის ბუნება, პირველობის ჟინი. აი, ბავშვობიდან ეს მქონდა. მეც ასე ვფიქრობ, რომ მე ვარ ლიდერი. არც მე არ მიყვარს თავისქება, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. ძალიან მიყვარს ჩემი მასწავლებლები, რა თქმა უნდა და მათ ჩემთვის არასოდეს არ მოუციათ შენიშვნა და იმედია მომავალშიც არ მომცემენ. კი, პირიქით, აი, იცი რას გეტყვი, ჩემო კარგო, აი, თავის დაცვასაც კი ვახერხებდი. აი, მაშინ ხო უფრო სხვანაირად იყო, რომ ამდენი თავისუფლება არ ჰქონდა მოსწავლეს, ხო? რაღაცა მასწავლებელი ჩვენთვის ზებუნებრივი წარმონაქმნი იყო და რაღაც ასოებითა და კრძალვითა და სულ რიდით შევცქეროდით, მაგრამ აი, ყოფილა შემთხვევა, რომ მიგრძნია, რომ მე რაღაცნაირად უსამართლოდ ან ნიშანი დამაკლო, ან რაღაც მაგალითად ერთ მასწავლებლს ეგონა რომ მე ვემზადებოდი და აი იმიტომ რომ დაუშვათ მასთან არ ვემზადებოდი, აი სრულიად უსამართლოდ დამაკლო ნიშანი რაღაც ნაშრომში. ამ დროს არ ვემზადებოდი, ეს ნაშრომი იყო აბსოლუტურად ჩემი, ეს იყო თავისუფალი თემა. მე მოვახერხე საკუთარი თავის დაცვა. როგორ აირჩიეთ პროფესია და რამდენად სწორი არჩევანი გააკეთეთ? პროფესია აღარ მახსოვს როგორ ავირჩიე. აი ფიქრობ ეს ჩემი საკუთარი არჩევანი არ იყო. მოდი გულწრფელი ვიქნები და გეტყვი, ეს იყო ასე ვთქვათ იმ დროისათვის მოდისთვის ფეხის აყოლა. იმიტომ რომ ვინც მაშინ კარგად სწავლობდა, მიღებული იყო, ან უნდა გამოსულიყო ექიმი, ან უნდა გამოსულიყო იურისტი, ან უნდა ჩაებარებინა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მეღვინეობის ფაკულტეტზე. აი ეს იყო რაღაცნაირად ტრადიცია თუ რა ვიცი, რაც გინდა ის დავარქვათ და მახსოვს კიდე რომ ამას ძალიან ჩემს ექიმობას თავში მიდევდნენ დედა და ბებია.
მახსოვს რომ სულ პატარა ვიყავი და რაღაც მასეირნებდნენ და თან ყურებში ასე მქონდა იზა მიდის ლენინგრადში სასწავლებლად სამედიცინო ფაკულტეტზე და მე ეს უკვე გავითავისე და ჩამიჯდა ძვალსა და რბილში. თუმცა სტომატოლოგობა ნამდვილად აზრად არ მქონია, მაგრამ მოგეხსენებათ როგორი დრო იყო და რა ჭირდებოდა მაშინ სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარებას და ძალიან ბევრი ვიწვალე, მე 6 წელს ჩავაბარე. რა ვიცი ხან ქულა არ მყოფნი და მე გადავწყვიტე რომ დედამაც მირჩია რომ რაღაც შვილო მოდი ეს აი სამკურნალო ისე ჟღერს და აბა იქნებ სტომატოლოგიურზე უფრო გაგიმართლოს და ჩავაბარე სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე და ჰოი ბედის ირონია იმ წელს ყველაზე მაღალი კონკურსი იყო სტომატოლოგიურზე ყველაზე მაღალი ქულები გავიდა სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე თუმცა მაინც ჩავირიცხე ამ გადასახედიდან ახლა ნანობ თუ არ ნანობ ჩემ არჩევას ცოტა რთული სათქმელია მაგრამ ისე აბსოლუტურად ჩემზე რო ყოფილიყო დამოკიდებული ალბათ მედიცინას არ ავირჩევდი და გავყობოდი ჟურნალისტიკას თვლი რომ საამისოდ ყველა მონაცემი მქონდა აბსოლუტურად თუმცა ბედის უკმაყოფილო მაინც არა ვარ იმიტომ რომ ჩემთვის დღესდღეობით და რა დროც არ უნდა გავიდეს ალბათ ყველაზე დიდი ტიტული იქნება როცა მე მომართავენ იზა ექიბო მოგუყევთ თქვენი სამსახურის შესახებ რამდენად საინტერესოა ის შეიძლება ითქვას რომ გამიმართლა აი თვლი რომ ახლა მე ვარ სადაც მინდოდა რომ ყოფილიყავი ანუ დასაწყისში აღნიშნე რომ ძალიან მიყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა და ამის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს დაუშვათ ასაკის გამო და რაზეც მინდა ვთქვა და ნამდვილად არ დავტოვებ ამ სტუდიას ისე რომ ეს არ თქვა მე ფანატი ვარ სპორტისა აი ბუნებაში მსგავს წარმონაქმს განსაკუთრებით ქას ვერ ნახავთ რომელიც ესე უზომოდ იქნება შეყვარებული სპორტზე თუმცა ერთია სიყვარული სპორტისა და მეორეა კიდე მუშაობა, ანუ ის რასთანაც ახლა მიხდება შეხება, ანუ მე ამ სფეროში არ მიმუშავია, მაგრამ მოგეხსენებათ ყველაფერი სწავლით არის და მეც ვცდილობ რომ აი შევისრულო ყველაფერი ვისწავლო და წარმატებით გავართო ამ ყველაფერს თავი. თქვენ შვილს ჩვენი მაყურებელი იცნობს ჩვენი პირველი გადაცემიდან. გითხარით რა პროფესია აირჩია მან, როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან? მასთან მაქვს მეგობრული ურთიერთობა. ვერ ვიხსენებ, ჩემო კარგო, ვერც ერთ მომენტს, რომ ჩემი შვილი დამესაჯოს. უბრალოდ ის ბავშვობიდანვე იყო ისეთი, რომ ის ამას არ იმსახურებდა. აი, ცემაზე და ამ შემდეგ ლაპარაკი ზედმეტია. ამჟამად ის არის მეოთხე კურსის სტუდენტი, სწავლობს ჯავახიშვილში, ეკონომიურ ფაკულტეტზე. ახლა კი თქვენ შეგიძლიათ მკითხოთ. კარგი, ჩემო კარგო, გკითხავ. წეგანაც გითხარი რომ მე რამოდენიმე თქვენს გადაცემას გადავხედე და იმ შეკითხვებს აღარ გავიმეორებ. მე მინდა გკითხო, აი რაც მე თვითონ რისი სურვილიც გამიჩნდა. შენ ხარ ძალიან საყვარელი. უსაყვარლესი აღმატებით ხარისხშიც რომ დავაყენოთ. ვიზუალში საოცრად მოწესრიგებული ბავშვი და აი რაც ახლა კონტაქტში და ურთიერთობაში შემოვედი, აი რაც დავინახე, ეს არის შენი უშუალობა, ბუნებრიობა, არანაირი კომპლექსი, არანაირი დათრგუნვა. მე მაინტერესებს ბუნებით ახარ ასეთი თუ აი ამ გადაცემაზე მუშაობის პერიოდში მოვიდა შენთან ეს თვისებები? თავდაპირველად რომ მოვედი, კომპლექსები ნამდვილად მახასიათებდა. მაგრამ რონა მასწავლებლის დამსახურებით მე ყველაფერი დავწლია და ახლა ვარ ძალიან ჩვეულებრივ და ძალიან ბუნებრივად. და ერთი შეკითხვაც, რესპონდენტი მოგეწოდა დღევანდელი? დიახ, ნამდვილად კარგი რესპონდენტი ხარ და იმედია მომავალშიც ასეთი რესპონდენტები მეყოლება. და ჩვენი მეგობრობა რაც მთავარია და ჩვენი ურთიერთობა დღევანდელი დღით არ დამთავრდება და მე სიამოვნებით ვიმეგობრებ შენთან და ვიამაყებ რომ ასეთი მეგობარი მეყოლები. მეც სიამოვნებით ვიმეგობრებ თქვენთან. მე კი შეგახსენებთ რომ ჩემი ვიზიტი შედგა გამგეობის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მთავარ სპეციალისტთან იზეთ ერგიაშვილთან. მაყურებელს კი 2 კვირით დავემშვიდობები. ნახვამდის.
გრძელდება ჩვენი გადაცემა და ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ნიჭიერი ბავშვების გაცნობას და თქვენს წინაშე წარსდგება ჩვენი გადაცემიდან გიგი და მოდი გავიგოთ თუ ვინ მოიწვია მან. ახლა და მინდა გითხრათ რომ ეს რუბრიკა უკვე პოპულარული გახდა. თქვენ შეგიძლიათ გაგვაზიაროთ, მოიწონოთ ჩვენი გადაცემები და ასე გავიგებთ თუ რომელმა სტუმარმა დაიმსახურა თქვენგან უფრო მეტი მოწონება. ეს არის ჩემი თანატოლი, მე გიგი ვარ, საღამო მშვიდობისა. დღეს ჩემი თანატოლი წარმოგიდგენთ გურჯაანის სამუსიკო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეს გიორგი ბაწაშვილს. მე მოკლედ გაგაცნობთ გიორგის. გიორგი შარშან იმყოფებოდა ანტალიაში, სადაც იგი გახდა ხალხური სიმღერების კონკურსის დიპლომანტი. არის როგორც გუნდის სოლისტი, აგრეთვე შესანიშნავი პიანისტი და მისი პირველი პედაგოგი გახლავთ მაია ყოჩაშვილი. მოგესალმები გიორგი, როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ? ხომ არ ღელავ? რა თქმა უნდა, მეც მოგესალმებით. შესანიშნავად ვარ. მოდი შენი ბოლო აქტივობით დავიწყოთ. შენ იყავი გურჯაანის სამუსიკო სკოლაში ჩატარებული ვაჟ შემსრულებელთა ღონისძიების წამყვანი. მოდი მითხარი, ეს არის რთული? რა თქმა უნდა, რთული იყო ჩემთვის თან პირველად ჩატარდა ეს კონცერტი, რომელიც მე წავიყვანე. შეცდომები რა თქმა უნდა იყო, მაგრამ იმედია მომავალში გამოვასწორებ. შენ ასრულებ სხვადასხვა ჟანრის სიმღერებს და აგრეთვე უკრავ ფორტეპიანოზეც. რომელი უფრო მოგწონს, თანამეს ხომ არ წაგვიმღერებდი? რა თქმა უნდა, ორივე მომწონს, მე ვერ გავარჩევ ახლა, იმიტომ რომ ორივე ერთი დარგიდან მომდინარეობს მუსიკიდან და შემიძლია წაგიმღეროთ ერთ სიმღერაც. რას წაგვიმღერებ? გოგი ცაბაძის თბილისშიც ხომ გვერილები მღერიან. დაბლა მტკვარი ზემოთ ნახეთ რაცა თბილისური ლურჯი გავხუნარი ამღერდები საცა ვერჩაბული შემს და წმინდეს მდუმარი. ძალიან კარგად მღერი გიორგი. ვინ არის შენი პედაგოგი და როდის მოიხიბლე მუსიკით? ჩემი პირველი პედაგოგი, რა თქმა უნდა, მაია ყოჩაშვილი იყო, შემდეგ ილია დათუაშვილი და რუსტან ჩიტაური. სიმღერა ჩემ თავში მე თვითონ არ აღმოვიჩენია, 3 წლის ასაკში ბებიამ აღმოაჩინა სხვათა შორის და შემიყვანეს მუსიკალურ სკოლაში და ძალიან მოხიბლული ვიყავი. გიორგი, მე მინდა გითხრა, რომ შენს თაობაში შემოყვა პოპულარული ხარ. რა მოგიტანა ეს პოპულარობა? ეს პოპულარობა მე მომიტანა იმ მოწადინებამ, რომელიც მე მუსიკისადმი მქონდა. მოდი ახლა შენი გეგმები გავგვიმხილე. რას აპირებ მომავალში და უკვე არჩეული გაქვს შენი მომავალი პროფესია? რა თქმა უნდა, არჩეული ჯერ არ მაქვს, ვფიქრობ ამაზე. მინდა რომ მუსიკას გავყვე, მაგრამ მიზიდავს სხვა პროფესიებიც. წარმატებებს გისურვებ გიორგი. მე კი ჩვენს ტელემაყურებლებს შევახსენებ, რომ ეს იყო ჩემი თანატოლი და დღეს მე გაგაცანი გურჯაანის სამუსიკო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე გიორგი ბაწაშვილი. მე მომავალ და გადაცემამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის. დაგიბრუნდით მეგობრებო, ეს არის მიკროფონი ჩართულია. ახლა კი მოდი გავიგოთ თუ რომელი საინტერესო ამბები მოხდა ფოკუსში. საინტერესო ამბებს კი მარიამი და ვალერი გაგვაცნობს. მოგესალმებით, მე ვალერი ვარ. ეს არის ფოკუსი. მე და მარიამი წარმოგიდგენთ საინტერესო ამბებს. ეთერშია საინტერესო ამბები, გამარჯობათ. ბრიტანეთში ძველ ჭორაობაში და ალაყბობაში შეიმჩნეულ ქალებს თავზე მჭიდროდ მორგებულ რკინის ნიღაბს ადგენდნენ.
ამ დროს ლაპარაკი შეუძლებელი იყო. ეს მოწყვილობა ბრიტანეთში გამოიგონეს. ვალერი ისე კაცებსაც არ აწყობდათ. ეს ვიღები ისინი ხომ ქალებზე უარესი ჭარიკანები არიან. მოდით ახლა კი თემა შევცვალოთ. იცით რომ ფინეთში ბავშვებს მუყაას ყუთებში სძინა აქვთ? უკვე 75 წელია მთავრობა მომავალ დედებს ამ ყუთებით ასაჩუქრებს. ასევე ყუთში სათამაშოები, ტანსაცმელები და საფებები აწყვია. მარიამ სტამბულში კი ახალი დანადგარი გამოიგონეს, რომელიც პლაზმასის ბოთლებს გადააუშავებს. ამ აპარატის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ბოთლის გადამუშავების შემდეგ ქუჩის მაწანწალე ძაღლებს აკვებს აძლევს. ვალერი ძალიან მაგარია და იმედი მაქვს, რომ ასეთი აპარატები საქართველოშიც გვექნება. 90 წლის კი უკვე პოპულარულია. მან ვირთხის ნაკმენის გამო ორი ფეხი დაკარგა. ვეტერინარებმა მისი გადარჩენა შეძლეს. პატრონის მექანიკოსმა შვილმა კი გარსეკუს ბორბლები დაუმაგრა. ახლა ის ადრინდელზე უფრო სწრაფად მოძრაობს. გოგონა, რომელიც პროდუქტს გადაყრილი ქსოვილებისგან ქმნის, დისნეის პარტნიორი გახდა. ის ჟაკეტებს ძაღლებისთვისაც ქსოვს და ყიდის. 9 წლის ავსტრალიელი ალფრედი კი ავადმყოფი პინგვინებისთვის ჯემპრებს ქსოვს და ასე ეხმარება პატარა პინგვინებს. ასეთი იყო საინტერესო ამბები. ჩვენ ერთმანეთს 2 კვირის შემდეგ შევხვდებით. ნახვამდის. მომავალ შეხვედრამდე. დავბრუნდით ეთერში და სანამ ვიქტორინაში გადავინაცვლებდეთ, მინდა ჩვენი სიახლის შესახებ გამცნოთ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი Facebook-ის გვერდზე, ვინც განსაკუთრებულ კომენტარს დაწერს, მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომ ჩვენ მას გადაცემაში მოვიწვევთ, ასე რომ იაქტიურეთ. ვიკა, ესეთია მეც მომწონს და ვფიქრობ, რომ ამ კონკურსში მით ჩავერთვები. მარიამ, ჩვენ მაყურებელს ახლა უნდა შევთავაზოთ ჩვენი რუბრიკა ვიქტორინა. ჩვენ კიდევ ერთი მაგარი ბიჭი შემოგვიერთდა, რომელიც ვიქტორინას გაუძღვება. ეს კი გახლავთ დაჩი და მოდი ახლა ერთად გავიცნოთ ის. მოგესალმებით. მე ვარ დაჩი. ეს არის ვიქტორინა. მიხარია, რომ ასე აქტიურად გვეხმაურებით. კარგი, აღარ გავაგრძელოთ. მოდი, ახლა გავიგოთ წინა გადაცემაში დასმული კითხვის პასუხი. ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტრიქონები არის ლექსი და სახელწოდებით გაფრინდა ქეთოს მერცხალი. ლექსის ავტორი კი გახლავთ ლიდია მეგრელიძე. ახლა კი რაც შეეხება დღევანდელ კითხვას. გვითხარით, ვინ არის ლექსის ავტორი, აკაკის ლანდი და რომელ წელს დაწერა ავტორმა იგი. თქვენ იცით ჩვენი საკონტაქტო ნომერიც. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. 598 30 59 58. ახლა კი დაგემშვიდობებით. ეს იყო ვიქტორინა დაჩისთან ერთად. ნახვამდის. თქვენ უყურებთ მიკროფონი ჩართულიას. მათ კი ვინც ახლა შემოგვიერთდა, გეტყვით რომ კიდევ რამდენიმე საინტერესო რუბრიკა დაგვჭა. მე კი ვიცი, რომ თქვენ შორის არიან ცხოველების პატარა მეგობრები და სწორედ მათ ვიწვევ და ვეპატიჟები ზოოპარკში, სადაც მარიამი და თომა გველოდებიან. მოგესალმებით, მე თომა ვარ. დღეს მე და მარიგი ამბობთ ერთი ხბლიან ცხენზე, რომელსაც ვეგასი ქვია.
მაგრამ ის თავიდანვე ასეთი ბედნიერი ლოდი იყო. ყველა პატრონი შეცვდა ტექსტზე, რომ მალების ცხოვრების დაცვა ორგანიზაციად იშვილა. ვეგასის დედა ამბობს, რომ ის მალე შეეჩვია ახალ ცხოვრებას და ადამიანის სიამოვნებით ასეირნებს და ახალი მეგობარიც გავს. მეგობრები ერთად დადიან სასეირნოდ, როგორც ნამდვილი წველი საღამოობით, ისე ერთად ბრუნდებიან. შეყვარებულ ცხენებს ძალიან უყვართ ერთმანეთი. ვეგასი ასუდეს მიდის საწვავზე მარტო. როდესაც ის წინ მიდის, თან უკან იყურება, რომ თავისი ერთგული მეგობარი უკან მიყვება თუ არა. აი როგორი სიყვარული სოგნეთ ცხენებს. მე ნამდვილად არ ვიცოდი, შენ იცოდი იმარი? ცხოვრებს ერთგული და ძლიერი სიყვარული შეუძლიათ, ამის შესახებ მეც ვსმენია თომა. და ეს ჩემთვის მეუბნები ნამდვილად არ არის. ახლა კი დაგემშვიდობებით, ნახვამდის. განვაგრძელებთ გამოშვებას ფერადი ამბებით და სპორტის სიახლეებით. მარია, მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი თანაწამყვანებს იმდენად უყვართ თავიანთი საქმე, რომ ზოგჯერ კურიოზებიც კი მოსდით ხოლმე. და ვიკას ჩვენ თანაგუნდელებს შრომა მართლაც უფასდებათ, რადგან გადაცემისთვის ძალიან ბევრ შრომები, მაგალითად ავიღოთ ნინო, მას ჰქონდა ღონისძიება და როგორც სახში მოვიდა, წახემსებაც კი ვერ მოასწრო, არც ტექსტები არ იცოდა, ჩაჯდა ტაქსში და ტაქსში ისწავლა ჩვენი ტექსტები. რამდენიც არაორდინალურად გინდა მოგეჩვენოთ ეს თქვენ, დღემდე ამ გადაცემამდე მოიტანა ეს ტექსტი და თქვენთან მოიტანა სათქმელი. აი მარი, მართლაც როგორი ნიჭიერი და შრომის მოყარე თანაგუნდელები გვყავს. ფერად ამბებს კი ნინო და ალექსანდრე გაგვაცნობს, ხოლო ბოლოს კი სპორტის სიახლეები დაასრულებს. საღამო მშვიდობისა. ფერადი ამბები ისევ ეთერშია. საღამო მშვიდობისა. უკვე ცნობილია სკოლის გამოსაშვები გამოცდების განრიგი. პირველ გამოცდას 24 მაისს მოსწავლეები ქართულ ენასა და გეოგრაფიას ჩააბარებენ. თელავის ქუჩებში მალე მოლბერტები განთავსდება და ელენე ახვლედიანის ნახატები გამოიფინება. იდეის ავტორი ახალგაზრდული საბჭოს წევრები არიან. სულ პროექტი ქვეყნის მასშტაბით 5 ქალაქში განხორციელდება. 11 წლის ელტონმა მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა და დიპლომი აიღო. პატარა პიანისტი ნამდვილი ვუნდერკინდია, რომელმაც ფორტეპიანოზე დაკვრა 3 წლის ასაკიდან დაიწყო. პროექტის სახელწოდებით ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას, რეგიონებში არსებულ ბიბლიოთეკებს ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფს. პროექტი უკვე დაიწყო და ის მთელ რეგიონში განხორციელდება. გაზაფხულის ზეიმი გუგაანის სამუსიკო სკოლის სცენაზე ბიჭმა შემსრულებლებმა ქალბატონებს მიუძღვნეს. პატარა შემსრულებლებმა კი საყვარელი ნაწარმოებები შეასრულეს. აქვე მინდა გითხრათ, რომ გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანება ბახის იუბილესადმი მისწვნილ ღონისძიებას შეუერთა. მოსწავლეებმა კომპოზიტორის რჩეული ნაწარმოებები შეასრულეს, რომელიც ბახის იუბილესადმი მისწვნილ ღონისძიებას შეუერთეს. აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ ღონისძიებაში მეც მივიღე მონაწილეობა. აი ასეთი იყო ფერადი ამბები დღეს. ჩვენ ორი კვირით გემშვიდობებით, ნახვამდის.
სპორტის ამბები გიორგისთან ერთად გამარჯობა. ევროპის ღია პირველობაზე ჩვენი რეგიონიდან სპორტსმენებმა მეურიგი რეკორდი მოხსნეს. ჩემპიონატი თბილისში ძალის მიერ სამჭიდში და სხვა სახეობებში ჩატარდა. ველისიხელი გიორგი ბეროშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა და ახალი რეკორდი დაამყარა. მასთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა მიხეილ ბერიაშვილი. გამარჯვებულთა შორის არიან სიღნაღელი სპორტსმენებიც. თელავში საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. ტურნირში გამარჯვებული გახდა ნამპარეულის გუნდი, რომელსაც ოქროს თასი და მედალიც გადაეცათ. გამოვიდნენ პერსონალ ნომინანტებში გამარჯვებულები. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა ჭადრაკში. ჩემპიონატი ჩინეთში გაიმართა. 2009 წლის შემდეგ რაც ოლიმპიური ჩემპიონი საქართველო გახდა, ეროვნულ ნაკრებს მსგავსი შედეგი არ ჰქონია. პირველად საქართველოში ამერიკული ფეხბურთის პროფესიონალური მატჩი გაიმართა. შეხვედრაში ორი თბილისური გუნდი ასპარეზობდნენ. ამერიკული ფეხბურთის ქართველი მოთამაშეები აქამდე მხოლოდ სამოყვარულო მატჩებს მართავდნენ. ახლა კი მომავალ წელს ჩემპიონატი ჩატარდება. ამ დროისათვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. დაბრუნდით ეთერში. ახლა მიკროფონი ჩართულია, სათამაშოების დროა. იცით მეგობრებო, რომ ახლა ყველაზე პატარა წამყვანი შემოგვიერთდება, რომელიც სხვადასხვა სათამაშოებს გვასწავლის და ასევე გამოცდილებასაც გაგვიზიარებს. მე მარიამ არაერთხელ მithქვამს, რომ მშობლებს მართლაც ურჩენიათ გაიგონ ბავშვებისგან და უფრო მეტი გამოცდილება მიიღონ თუ რა მოსწონთ ბავშვებს, ვიდრე უფროსებიდან, რადგან ბავშვებმა უფრო კარგად იციან თუ რა მოსწონთ მათ. მოგესალმებით, მე ნიკალა და ეს არის რუბრიკა სათამაშოები. მოდით დღეს ვისწავლოთ თუ როგორ დავამზადოთ ხელნაკეთი წიგნები. ამისთვის კი დაგვჭირდება ქაღალდის ფურცლები, ძველი ჟურნალ-გაზეთები, წერო, ფანქრები და ფლომასტერები. ჩვენ შეგვიძლია უფროსებთან ერთად მოვიფიქროთ ზღაპარი. აი ასეთ ფრაზას იტყვის დედა, მეორეს ვამბობთ ჩვენ. შემდეგ დედა ჩაიწეს ამ ისტორიას ჩვენ კი სურათებით გავაფორმებთ და ავკინძავთ წიგნად. აი ასე შეგვიძლია მთელი ბიბლიოთეკა შევქმნათ. და მეგობრებსაც ვათხოვოთ. ამ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს მიერ დამზადებულ წიგნებს კარგად მოვაროს და გაუფრთხილდეთ, რომ არ დაზიანდეს. დღეისთვის კი სულ ეს იყო. მე მომავალ გადაცემამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. თქვენ უყურებთ მიკროფონი ჩართულიას. ახლა ეთერში სამედიცინო რუბრიკის დროა, რომელსაც ლიკა წარმოგვიდგენს. მარიამ, მოდი გავიგოთ თუ რა თემაზე იმსჯელებს ლიკა. თუმცა მე აღნიშნო, რომ ლიკას რჩევები მე მართლაც გამომადგა. ვერ საინტერესო რამეს ვიგებ და სიმართლე გითხრათ, ადრე მარიამ ალკოჰოლზე ქონდა ლიკას თემა და მისი რჩევებით და ინფორმაცია მე ძალიან გამომადგა ბიოლოგიის გაკვეთილზე და უფრო კარგად გავიგე გაკვეთილი. ასე რომ მე ლიკას მადლობას უხდი და მაყურებელო თქვენს გირჩევთ, რომ მოусმინოთ, ვერ საინტერესო რამეს გაიგებთ. მოგესალმებით, ძირფასო ტელემაყურებლებო. მე ლიკა ვარ. ჩვენი რუბრიკა ჯანმრთელობას შეხედა, რადგან ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერი ცარაფერია. დღეს მინდა გესაუბროთ ისეთ ძიმე ინფექციურ დაავადებაზე, რომელსაც ბოტულიზმი ეწოდება.
ბოტულის მსიწევს ისეთი მძიმე ექსოტოქსინი, როგორიცაა ბოტულოტოქსინი. ბოტულოტოქსინი ხშირად საკვებ პროდუქტებზეა და არ გაინტერესებს, საიდან ხდება. ბუნებაში ბოტულოტოქსინი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის თევზის ან ფრინველის ფეკალიებით გამოიყოფა. ჩვენ მიწა ბინძურდება, შემდეგ კი ბინძურდება ბოსტნეული ხილი, სოკო და წყალი. ბოტულოტოქსინი მრავლდება უჟანგბად ადგილებში. ანუ ბოტულოტოქსინის გასამრავლებლად კონსერვი იდეალური ნიადაგია. თუ სანიტარული წესების მიწენით კარგად არ დავიცავით და რომელიმე პროდუქტის დავაკონსერვებთ, ადვილი შესაძლებელია ადამიანის მოწამვლა. მოწამვლისას პირველად ზიანდება მხედველობა. ადამიანს თვალთ უმენდება, თვალთ უორდება, თვალის კაკლების მოძრაობა უჭირს. შემდეგ კი ზიანდება ყლაპის და მეტყველების ფუნქცია. ადამიანი ლუღლუღებს, ყლაპვა უჭირს. ამ დროს გულსის წარხვდა უკმარისობა აქვს. თუ არ მიმართა ექიმს, მაშინ შეიძლება გარდაიცვალოს. ეს რომ არ დაგემართოთ, მინდა მოგცეთ რამოდენიმე სასარგებლოს ჩაება ყურადღებით მისმინეთ. დასაკონსერვებელი პროდუქტი ზედმიწევნით კარგად გარეცხით გამდინარე წყალში. ჯაგრისით მოაცალეთ მიკრული მიწა და უცხოს თხეულები. თავი და ბოლო მოაჭერით კიტს, ბადრიჯანს და ასე შემდეგ. ის ჭურჭელი, სადაც უნდა ჩადოთ ეს პროდუქტი, ზედმიწევნით კარგად გარეცხით გამდინარე წყალში. არ დაგავიწყდეთ პროდუქტის ჩადებისას, ჩააყოლოთ ალუბლის ფოთლები, რადგან 20 ფოთოლი უდრის 2 ასპირინს. როცა დააპირებთ ამ კონსერვის მიღთმევას, 20-30 წუთი ადუღეთ ჭამამდე. თუ კონსერვის ქილის სახურავი ამობურცულია, ის კონსერვი საჭმელად უვარგისია და გირჩევთ თაში ჭამოთ. ახსოვდეთ, რომ ბოტულიზმის უმეტესობა გამოწვეულია სახლში გაკეთებული კონსერვით. თუ მაინც ბოტულიზმით დაავადდით, მიმართეთ საავადმყოფოს, რადგან εκεί მკურნალობენ. და თუ ვინმე თქვენთან ერთად მიირთვა ის კონსერვი და მას არაფერი ჩივილი არ აქვს, მან უნდა გაიკეთოს ბოტულიზმის საწინააღმდეგო შრატი. დღეისათვის სულ ეს იყო. მეორე კვირით დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. დაბრუნდით მეგობრებო, ჩვენ ახლა სალონის მონაწილეებთან უნდა გადავინაცვლოთ, თუმცა მანამდე მინდა ჩვენი თანაგუნდელების წარმატების შესახებ გიამბობთ. სალონის წამყვანებათა თულიმ და ლიკამ კინგსის ოლიმპიადის ქართული ენის ფინალში გაიმარჯვეს. ასევე მაგალითად ლიკამ აიღო მეორე ხარისხის დიპლომი. მე მათ წარმატებებს ვუსურვებ. ვიკა, ამ ყველაფერს ბევრი შრომა სჭირდება, მით უმეტეს ქართულ ენას, რადგან ყველა ენებისაგან განსხვავებით ქართული ენა ყველაზე რთული ენაა და ამას ბევრი შრომა სჭირდება. ასევე მარიამ, დღევანდელი თაობა უფრო ინგლისურ ენას აქცევს, უფრო უპირატესობას და ბევრი კურიოზი არსებობს, რომ მაგალითად ბავშვმა 10-იანი მიიღო ინგლისურში, ხოლო 6-იანი კი ქართულში. სიმართლე გითხრათ, მე ვამოყოფ იმით, რომ ჩვენი თანაწამყვანები ასეთი ძლიერები არიან ქართულში და არ ივიწყებენ თავიანთ ენას. ასევე ისინი ძალიან შრომის მოყვარეები არიან და სწორედ სალონში დღეს შრომის მოყვარეობაზე გვექნება თემა. მარიამ, და ასევე გავიგებთ, არიან თუ არა დღემდე ისინი შრომის მოყვარულები.
მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო. მე ლიკა ვარ. დღეს ხუთშაბათია ტრადიციულად კვლავ შევიკრიბეთ სალონში. დღეს ჩვენი სასაუბრო თემა იქნება შრომის მოყვარეობა. ეს ის თემა, რომლის გარეშეც ერთ-ერთი შრომის მოყვარე ადამიანი ვერ დააყენებს. ძირითადად გვასწავლის მარჯვე კაცისთვის სასჯელი შრომელობაა. ბაშასე ვიწყებ ჩვენს დისკუსიას. თათული, შენი აზრით რა არის შრომის მოყვარეობა? საიდან იღებს სათავეს ეს კეთილშობილი ურთვისება? ჩემი აზრით შრომის მოყვარეობა არის ერთ-ერთი ჩვენთვის საჭირო თვისება, რომლის გარეშეც ვერ შევძლებთ რომ ვიცხოვროთ, ასე ვთქვათ, კარგად. თუ არ გვექნება შრომის მოყვარეობა, როგორც ყველა ვიცით, ყველაფერი მოდის შრომის მოყვარეობიდან და უნდა გქონდეს შრომის სიყვარული, რომ შევძლოთ გავაკეთოთ ყველაფერი ისე, როგორც გვინდა. ჩემი აზრით შრომის მოყვარეობა არის ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ მომავალში ვიყოთ შემდგარი და სრულყოფილი ადამიანები. ეს თვისება ახასიათებს მხოლოდ მიზანდასახულ ადამიანებს, რომ მიაღწიონ დასახულ მიზანს. როგორც თესლი ვერ გაიზრდება მიწისა და წყლის გარეშე, ისე ადამიანი ვერ მიაღწევს ვერაფერს, თუ არ არის შრომის მოყვარე. დაგეთანხმებით ჩემო მეგობრებო, ჩემი აზრით შრომის მოყვარეობა არის ძვირფასი თვისება, რომლითაც ადამიანი იუმჯობესებს ცხოვრების პირობებს, ეხმარება გაჭირვებულებს. მე მგონი ამ თვისებას ბავშვებს მშობლები უნერგავენ. ამიტომ ანა თქვა დედანახე მამა ნახე შვილი ისე გამონახე. თათული, შენი აზრით ხარ შრომის მოყვარე და როგორ მიაღწიე მას? სიმართლე გითხრა, მე ვარ შრომის მოყვარე. მე თავიდან ვინდა გითხრა რომ ზარმაცი ვიყავი, მაგრამ შემდეგ ეს სიზარმაცი ჩემს თავშივე ასე ვთქვათ მოვიკალი და შევძელი რომ ყოფილიყავი შრომის მოყვარე. ლიკა, მე ვარ შრომის მოყვარე. ამას მივაღწიე დიდი დაკვირვების შემდეგ. ადრე ამას ვერ ხვდებოდი, მაგრამ ეხლა ვიცი, რომ თუ მინდა მომავალში დასახულ მიზნებს მივაღწიო, უნდა ვიყო შრომის მოყვარე. მე მგონი მეც ასეთი შრომის მოყვარე ვარ. პატარაობიდანვე იმას ვაკეთებდი, რასაც ჩემი მშობლები აკეთებდნენ. ამჟამად მეორე კლასში ვსწავლობ, მეცადინეობ, მინდა კარგად ვისწავლო, რადგან დედმამა ვასახელობ. ძირითადად რგები ხომ გაიგონიათ, ადრე ამ გარსაკურდღელს არ დაეწევა მწევარი. თათული, შენს გარშემო არის შრომის მოყვარე ბავშვები და როცა შენ წარმატებას ხედავენ, რასკენ იცდიან? ჩემი აზრით, ჩემს გარშემო არიან შრომის მოყვარე ადამიანები. სიმართლე გითხრათ, როცა ჩემს წარმატებას ხედავენ, ბევრს უხარია, ბევრს კი ალბათ შურს. ჩემს გარშემო არიან შრომის მოყვარე ბავშვები და თან ჩემი ბევრი წარმატებული ნამუშევრის დანახვა ალბათ ახარებთ. ზოგს შეიძლება არც ახარებს და შურთ ჩემი. ჩემს გარშემო ძალიან ბევრი შრომის მოყვარე ბავშვია. როცა ჩემ წარმატებას ხედავენ, ზოგი ღვაწლიანად მიყურებს, ზოგი კი გზას მილოცავს. ჩემი აზრით კი კაცმა გზა თვითონ უნდა დაილოცოს თავისი კეთილი შრომით. როგორც ცივლის გზაც ისეთი იქნება. ჩვენ ყველას გვაქვს მოცემული შრომის მოყვარეობის თავისუფალი ნება. დიდ შრომის მოყვარეობას მოსდევს დიდი მადლი. აი ამ მადლს კი გარშემო აკრავს დიდი წრე, რომელიც წრესაც ვერასოდეს მიუახლოვდება სიბარატე და ღვაწლი. თათული, რას ურჩევ ადამიანებს, რომლებსაც მაინც და მაინც არ უყვართ შრომა? მე ასეთ ადამიანებს ვურჩევ, რომ ეცადონ ის სიზარმაცე, რომელიც ალბათ იწვევს იმას, რომ შრომის მოყვარეობა არ უყვართ, თავის თავშივე მოიკლან და ასე შეძლებენ, რომ იყონ შრომის მოყვარე ადამიანები, რომლებიც მათ ცხოვრებაზე კარგად აისახება. მე ამ ადამიანებს ვურჩევ, რომ კარგად დაფიქრდნენ, რადგან გვიან არასდროს არის. გახდნენ შრომის მოყვარეები იმისთვის, რომ ბოლოს შედეგით თვითონვე დარჩნენ კმაყოფილები. შრომა აკეთილშობილებს ადამიანს, რაც მეტს შრომებს, მით უფრო ბევრი საჩუქარი ექნება ადამიანს. მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს გაჭირვებულები და ხმარების ხელი უნდა გაუწოდოს.
უფასო ტელემაყურებლებო, დღეისათვის სულ ეს იყო. ძალიან მინდოდა საინტერესო მოსასმენი ყოფილიყო დღევანდელი სანონი. თუ ამას მივახციე, დიდი მადლობა ყურადღებისათვის. მეორე კვირით და გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. ამასობაში კი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. გმადლობთ იმისთვის, რომ ამ ხნის განმავლობაში იყავით ჩვენთან ერთად. არ დაგაუყოთ ჩვენი Facebook გვერდი, სადაც შეგეძლიათ მოგწეროთ და გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები. ასევე არ დაგაუწყდით ჩვენი კონკურსი, დაწერეთ რამე განსაკუთრებული ჩვენი Facebook-ის გვერდზე და ჩვენ გადაცემაში მოგიწვევთ. ასე რომ, კეთილი სურვილებით განვიხილდებით. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. Te encanta la música.